საქართველოს 50 ქვეყანასთან ერთად ბავშვთა სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში ერთვება. იუსტიციის მინისტრი ვაშინგტონში გამართულ კონფერენციას გლობალურ ალიანსს დაესწრო. მის მიზანია იმ დანაშაულებრივ ქსელთან ბრძოლა, რომელიც ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით ბავშვთა სექსუალური ძალადობის ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალით ვაჭრობს. თეატრულუკიანმა კონფერენციის ბოლოს მინისტრთა დეკლარაციას მოაწერა ხელი. სოფლიოში არსებობს რა თქმა უნდა დანაშაულებრივი ქსელები, რომლებიც იყენებენ ბავშვებს იმისთვის, რომ მოხდეს მათი სექსუალური ექსპლუატაცია და ყველაზე დაცული გარემო მათთვის არის სწორედ ინტერნეტი. ამას ებრძვის ყველა ქვეყანა, მათ შორის საქართველოც, მაგრამ ქვეყნები მიხვდნენ იმას, რომ მარტო ვერაფერს გახდებიან ამ ორგანიზებულ საერთაშორისო დანაშაულთან. მიღებული იქნება დეკლარაცია, რომელშიც გაიწერება კონკრეტული პირობები მომავალი თანამშრომლობის, როგორ უნდა ავიცილოთ თავიდან ის, რომ ინტერნეტის და ახალი ტექნოლოგიების განვითარების პირობებში ჩვენ შევინარჩუნოს დანაშაულთან ბრძოლის ის ეფექტიანობა, რაც გვაქვს.